ჩაარიხინეს ეს აღდგომები ამ საპატრიარქოებმა ყანდურებმა და მოკლედ თითო სტანოკად გადაქცეულ ეკლესიაში რა რომლის დანიშნულებაც მირონის გაყიდვაა და ქრისტეს სასწაულების შესახებ ლაპარაკი და ფულის შოვნა და ზუსტად ის სასწაულები რაც უნდა აღსრულდეს და უფასოდ მიეცათ ფასიანად რო გასცემენ აი ეს ჩვეულებრივი ის კასად რო აქვს სამევახშეო კასად გადაქცეული მეტი არაფერი და აი ლაპარაკი ეს ყველგან თავისი ეპისტოლი აქვს ყველა კასაში მაგრამ არც ესეთ კასაში არ არის ნახსენები კრიტიკული საუბარი ხელისუფლების მიმართ თუ რა გააკეთა ერის წინააღმდეგ როგორ ამრავლა ემიგრანტების რაოდენობა ქვეყნიდან როგორ დევნის ის ქართველ მოსახლეობას და როგორ ძარცვავს ძირძველი მოსახლეობიდან ჩვენ სამშობლოს არსად ამის შესახებ ერთი კრიტიკული სიტყვა არ არის და ეს ანაფორაში გადაცმული ყანდურები ატმინდა ჭერმიკულ ტოლები დათვაშხიაში რო არის ზუსტად ყანდურები მერე დაიწყებენ ვაჭრობას იქნისულები დამძირები აბა 25 მილიონიდან ამდენი წილი რომელ ეპარქიაში უნდა გაიგზავნოს და იმდენი წილი რომელ ეპარქიაში უნდა შემოვიდეს და ერთი რაღაცის თქმა მინდა თქვენთვის ქართველები რო არ იქნებიან მაგ ქვეყანაში და თქვენი ესეთი დუმილი მოღალატეობრივი პოლიტიკით და ამ ქართველებიდან უმრავლესობა ქრისტიანიც რო აღარ იქნება მე რას იზამთ ვისაც გაიყოფთ და სად იქადაგებთ სად და ვის უკადაგებთ თქვენ სისხლს რა აგერა აღდგომა და მისი მადლი და იმდენი ქართველებს გახარება რამდენი ამაში სიმართლე უფრო მეტია ვიდრე ზიზღი თქვენს მიმართ თქვენ რომ დუმილით არ ყოფილიყავით ჩვენი გაჭირვება ეგეთი არ იქნებოდა ქართველებს მაგრამ თქვენ არჩიეთ დუმილი მოღალატეობრივი დუმილი ქრისტე რო გასცეს ანას და კაიაფას ეკლესიის წევრები ხართ თქვენ სინაგოგის უბრალოდ თქვენში არანაირი ქრისტეს მიერი არ არის და არც სიყვარული არ არის და არაფერია მეფობაზე დაიწყეთ ახლა ლაპარაკა მეფე გინდათ ეგრე რა გყავთ მეფე სადაც ადრე აღამ ახმად ხანს ტახტი ედო თბილისში ბიძინა ივანიშვილია თქვენი მეფე და თქვენი ფეოდალი და თქვენი იერარქი და ემთხვიეთ დილას აღამოს იმას მაინც მაგას აკეთებთ